იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ კაცრად დაგმო მისი ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. მასალის ნაწილი უხამსობის შემცველია, თუმცა ყალბი ფოტოებიდან ერთ-ერთი მემარჯვენე ევროპელმა პოლიტიკოსმა სოციალურ პლატფორმა X-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ხელოვნურ ინტელექტს კი სახიფათო ინსტრუმენტი უწოდა. ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ცირკულირებს ჩემი რამდენიმე ყალბი ფოტო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შექმნილი და ჩემი ზოგიერთი მწვავე მეტოქის მიერ წარმოჩენილია როგორც ნამდვილი. უნდა ვაღიარო, რომ ვინც ისინი შექმნა, ცოტათი გამაუმჯობესა. თუმცა ფაქტად რჩება ის, რომ თავდასხმებისა და სიცრუის აგორებისთვის დღესდღეობით ყველაფერი გამოიყენება. თუმცა საქმე მხოლოდ ჩემში არაა. Deepfake ძალიან სახიფათო ინსტრუმენტია, რადგან მას შეუძლია ნებისმიერი მოატყუოს და აშანტაჟოს და ნებისმიერს დაესხას თავს. მე შემიძლია საკუთარი თავის დაცვა. ბევრს კი არა. ამიტომ ყოველთვის უნდა მოქმედებდეს ერთი წესი: დაჯერებამდე გადაამოწმე და დაიჯერე ვიდრე გადააზიარებ. რადგან თუ დღეს ეს მე გადამხდა, ხვალ შეიძლება სხვა ნებისმიერი იყოს. ამავე პოსტს ჯორჯა მელონიმ ასევე დაუგდო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელმაც იტალიურ ენაზე დაწერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსგავსად წარმოჩენა სამარცხვინოა და მის პოლიტიკურ თანამდებობასთან კატეგორიულად შეუსაბამოა. იტალიის მთავრობის მეთაურის შემთხვევაში ეს არ არის ყალბი ფოტოების გავრცელების პირველი შემთხვევა. მეტიც 2024 წელს ჯორჯა მელონიმ უჩივლა ორ მამაკაცს, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნეს სექსუალური შინაარსის ყალბი ვიდეორგოლები და ერთ-ერთ ამერიკულ პორნოგრაფიულ საიტზე ატვირთეს. საპასუხოდ რომში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ეგრეთ წოდებული deepfake-ების, ანუ ყალბის შინაარსისა ან განსხვავებული ინტერპრეტაციის მქონე ფოტო-ვიდეო მასალების გავრცელებისთვის, რაც მათზე გამოსახულ პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალი პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან სექსუალური შინაარსის გენერირებული ყალბი ფოტო ან ვიდეო მასალების გავრცელების მსხვერპლი, რაც ეგრეთ წოდებული deepfake-ის მეთოდის გამოყენებით არის შექმნილი. თუმცა საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც თითქოს და გართობის მიზნით სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება მსოფლიოს სხვა ლიდერების ყალბი მასალებიც. ამის მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც გასულ წელს ინტერნეტ-სივრცეში არაერთი დამონტაჟებული ვიდეო გაუხსენეს. ეს იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პრეზიდენტის გარეგნობის, ხმის და მიმიკის მიმბაძველი მანიპულაციური ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანმა იხილა. Bien joué.